მოგესალმებით. ესეთი მეგობარი მყავს. იცი თქვენ ილონ მასკი არის ჩემი მეგობარი და 4-5 წლის უკან 6 წლის 7 წლის უკან დუბაიში მითხრა რომ გელა ისეთი რამ უნდა გააკეთო რაც სხვას არ გაუკეთებია და ადამიანებს დაამახსოვრდებათ. და მეც ისეთი რაღაცები გავაკეთე მართლა რეალურად რომ ადამიანებს დაამახსოვრდებათ და ახლა რისი თქმა მინდა დათო ახლა რა ხდება და აი რისი თქმა მინდა ახლა მინდა მთელ მოსახლეობას უთხრა რომ ჩემს რძალს მინდა გავუკეთო სურპრიზი მაგრამ ეს არ იქნება ავტომობილი ეს არ იქნება სახლი ეს არ იქნება სიტყვაზე თქვათ ტურისტული ვიზა აქ არის რაღაცა სურპრიზი 5 არის დაახლოებით ამოდენა შემოიტანებენ 1-2-3 წუთში 1 წუთი და ვინც გამოიცნობს თუ მე გელა ბარკალაიამ რა უნდა ვაჩუქო ჩემს რძალს ისეთი რომ ძალიან გაუხარდება ვინც ამოიცნობს პირველს 5-ში რა იქნება დათო პირველი ვინც ამოიცნობს და დაწერს 3000 ლარს საჩუქრად გადავცა მეორეს 2000 მესამეს 1000 დათო უყურე აი ახლა მოიწიე აი უყურე ახლა ჩვენ ავტომობილები არ გვიჭერს ხო აჩვენებ და ავტომობილი რატო უნდა ვაჩუქო როცა ეს ავტომობილები ყველა მათია ხო რატო უნდა ვაჩუქო სახლი როცა ყველაფერი მათია ხო ისეთი რამ უნდა ვაჩუქო რომლითაც ძალიან ბედნიერი იქნება და კმაყოფილი მოდი დავიწყოთ თუ რა შეიძლება უნდა იყოს ამ ყუთში 5 წუთი 5 წუთს გაძლევთ დროს ახლა შემოიტანებენ ყუთს და თუ რა შეიძლება იყოს აი ამ ყუთში მოდი ვნახოთ ეს ყუთი შემოიტანოთ ეს ილონ მასკმა გაუკეთა თავის შვილს 1 წუთი დათო ახლა თქვენ შემოიტანეთ ეს ყუთი მოდი ეს ყუთი შემოიტანეთ ახლა შემოიტანებენ ყუთს საათიო არა საათი ბევრია 5 წუთი იმიტომ რომ დრო არ გვაქვს შეიძლება საათი იყოს არა საათი არ არის ახლა ყველაფერს ხო არ ვიტყვი რაც მთავარია ის გამოვრიცხე იმიტომ რომ ის რაც თქვი რაც მაქვს ყველაფერი არის მათი აი შეხედეთ ყუთს აი ეს ყუთი მოდით დადეთ აქ იქით გაიწიე აი ეს ყუთი არის აქ აი წარმოიდგინეთ ძალიან იაფიანი ყუთია დაკეთე კარები სვიადი შემოდი სვიადი შემოვიდეს დაკეთეთ ის კარები ჩვენ გვაქვს 5 წუთი დრო მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება სვიადი მთელი ჩემი დაკეთეთ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მსგავსი სურპრიზები მინდა გავაკეთო 5 წუთი გაქვს დრო და მითხარით რა შეიძლება იყოს ამ ყუთში რომელიც ჩემ რძალს ძალიან გაუხარდება უყურეთ ცხოვრებაში რა არის ბიჭებო ცხოვრება რაც დამრჩა უნდა გავაკეთო ისეთი რაღაცეები რომელიც სხვას არც მოაფიქრდება და ვერც გააკეთებს მაგრამ ფიქრი უნდა ხო ყველაფერს უნდა ფიქრი იმიტომ რომ ფიქრის შემდეგ მოდის ეს ყველაფერი მოდი ადამიანმა გამოიცნო თქო არ გეტყვით არა ეს დარჩეს სურპრიზია ხო მოდი რამდენი წუთი გავიდა 400-მდე კაცი გიყურებს კარგი უყურეთ რამდენი წუთი გავიდა დარჩენილია 2 წუთი ხო მოიწი აქით მოიწი აბა მობრძანდით წამობრძანდით და ვინც გამოიცნობს რაც შევპირდით ხო უნდა მივცეთ ჩვენ ხო არ ვართ ის ხალხი რომ ახლა ტირილი დავიწყოთ არა ჩვენ იმისთვის მზადვა რაც უნდა მივცეთ ხო
როგორ ჩემი ზალი შემოვა, გაიხსნება 5. 1 წუთი. 1 წუთი, 1 წუთი, 1 წუთი. რამდენი ადამიანი ვიყურებს? 450. მობზანდით. მე ჩემს ულამაზეს რძალს ერთი კარგი სიურპრიზი გავუკეთე. მე გითხარით, არც მანქანააკვირებს, არც სახლი, არც ვერტალიოტი, არც სამალიოტი, მაგრამ რა შეიძლება იყოს ეს ნივთი? გახსენით აბა? ნახოთ. შეხედეთ. შეხედეთ. აი შეხედეთ. აი ეს რაც მას უნდოდა და ფიქრობდა რომ ეს სად იშვებაო, საიდან მოიყვანეს დღეს დათო? დათო, ეს ძალიან შორიდან მოიყვანეს დღეს. ჩემ ყველაფერი ქონდა. ძაღლების მეტი საგურამოში რა ყავს, მაგრამ აი ესეთი გინდოდა, აბა დასვი. თან სალომე, თქვით რომ ვინც პირველი გამოიცნობს 3000 ლარს ვაძლევთ. ვინც მეორე გამოიცნობდა 2000, ვინც მესამე გამოიცნობდა 1000. ნახოთ, ვინ პირველი გამოიცნოდა, ვინ მეორე, ვინ მესამე და თავარი ბუღალტერი არის აქ და ჩვენ ყველაფერს ვთამაშობთ პატიოსნად. და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა ვინც გამოიცნო, აუცილებლად იქ გაუგზავნოთ, სადაც არის. ილონ მასკმა თქვა, ცხოვრება რა არის? ყველაფერი ცხოვრებაში არის აზარტი, кайფს რო ეძახიან, მაგრამ ხო შეიძლება ეს кайფი კარგი გაგებით იყოს, ხო? ფული იშოვე, ტანზე ჩაიცვი, მანქანა იყიდე, ისწავლე, უმაღლესი დაამთავრე და კარგი ტიპი იყავ, ვიღაცა ცუდისკენ რატომ უნდა კონდეს მიდრეკილება, ხო? უნდა კონდეს კარგისკენ მიდრეკილება. მოდი, ეს საჩუქარი, მათე უყურე რას ვეტყვი, მათე ეს ძაღლი მაინც შეინახე. დარწმუნებული ვარ ამ ძაღლს შეინახავს. მოდი, აქ დასვი აბა? დასვი 1 წუთი. ეს ძაღლი დღეს ძალიან შორი ადგილიდან მოვიდა. ხათუნა, რამდენი იწვალე რო გამოგეცნა. აი გოგოებმა რამდენი იწვალეს, მაგრამ არავის ეს არ უთხარით და ეს იცოდა მარტო ერთმა კაცმა შალვა. მეტი არავინ არ იცოდა საიდან მოდიოდა. მოდი, კიდევ ერჯერ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს, მსგავსი ძალიან ბევრჯერ იქნება, ბევრჯერ გავაკეთებთ და მინდა გითხრათ, რომ ვინც პირველი ამოიცნო, ქალბატონი ხათუნა აქ არის, ქალბატონი ხათუნა და ნათია აქ არიან. ნახავენ ახლა ვინც პირველი ამოიცნო 3000 ლარს გაუგზავნიან, ვინც მეორე გამოიცნო 2000 და ვინც მესამე გამოიცნო, მას გაუგზავნიან 1000 ლარს. თქვენ დიდი მადლობა და დიდი მადლობა დედაშენს და მამაშენს, რომ ესეთი კარგი გოგო ხარ. მორჩა